მოგესალმებით ტრადიციულად. ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე გახლავართ მისი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკარ აზმაძე და ჩვენ მთელი 2012 წლის მანძილზე ვიყავით ერთად. და აი დასრულდა 2012 წელი. მიიწურა და დღეს ჩვენ ვაფასებთ იმას, თუ რა იყო 2012 წელი ჩვენთვის. არადა 2012 წელი იყო რეალური გარდატეხების წელიწადი. იმ გარდატეხების წელიწადი, როდესაც ქართველმა ხალხმა პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უარი უთხრა ერთ პოლიტიკურ ძალას და ხმა მისცა მეორე პოლიტიკურ ძალას ყოველგვარი ბრძოლების, კონფლიქტების, სისხლისღვრიის გარეშე. ჩვენ უარი უთხარით ნაციონალურ მოძრაობას და ავირჩიეთ ქართული ოცნება. და მივეცით ამითი ხმა, ჩვენი ხმა, ყველაზე უმაღლეს ფასეულობას, რაც არის ბუნებაში, რაც არის სამყაროში, პრიორიტეტი ქართულმა ხალხმა გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვაზე, ადამიანურ ღირებულებებზე და უარი უთხრა ფსევდომშენებლობას, დიქტატორულ ფასადურ პოლიტიკურ წყობას. და აი სწორედ ეს მოხდა 2012 წელს. გილოცავთ 2013 წელს. 2013 წელი არის გველის წელიწადი. სწორედ სიბრძნე გჭირდება ეხლა, სწორედ ქართული ოცნებაც აჩვენებს, რამდენად მართებული იყო ქართული ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი, რომ მან სწორედ ქართულ ოცნებაზე გააკეთა არჩევანი და სხვათა შორის მე ისიც მინდა აუცილებლად თქვა ამ ახალი წლის მოსალოცის ჩაწერისას, რომ მე ძალიან მეამაყება, რომ ვარ ობიექტივის თანამშრომელი, რომლის დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა გამოიტანა სწორედ სააშკარაოზე ის ყბადაღებული საზარელი ციხის კადრები, რომელმაც მოახდინა კიდეც აი ეს უდიდესი გარდატეხა და მოდი ამას ნურავინ ნოიკამათებს ამ თემაზე, რადგან ეს რეალურად ნამდვილად ასე იყო. მე არ უკარგავ არავის თავის დამსახურებას, მაგრამ ობიექტივმა თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გარდატეხაში, რაც იყო 2012 წელს. გილოცავთ კიდევ ერთხელ 2013 წელს, გისურვებთ ყველანაირ სიკეთეს, სიბრძნეს, სიმდიდრეს, პირად ბედნიერებას. მე პირადად ვიპოვე 2012 წელში ჩემი პირადი ბედნიერება და ასევე გისურვებთ თქვენც უკვე 2013 წელს, რომ იყო ძალიან ბედნიერები. დიდ წარმატებებს გისურვებთ და ისევ ტრადიციულად დავასრულებ ჩემს მილოცვას. ეს არის მედია კავშირი ობიექტივი. მე გახლავართ მისი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკარ აზმაძე და ჩემ თავსაც უსურვებ მთელი წლის მანძილზე 2013 წელს ჩვენ ისევ და ისევ ვიყოთ ერთად.